აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას მოусმინეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. მინისტრმა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს გასცა პასუხი, რომლებიც ეხებოდა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის და ქულების მინიჭების წესის დახვეწაში მისდამით დაქვემდებარებული სამინისტროს პოზიციებს. ასევე მოისმინეს ინფორმაცია დევნილთა განსახლების ობიექტების ავარიული მდგომარეობის შესახებ. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებებით სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამინისტროსთვის ანგარიში ვალდებულება, როგორც უმაღლეს საბჭოს წინაშე, ასევე ჩვენი დევნილი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ ყოველდღე ვალდებულები ვართ და მზად ვართ და ყველა კითხვას უპასუხოთ და ჩართულები ვართ ამ კუთხით დევნილთა კომპაქტურ და კოლექტიური დასახლების ობიექტებში. ყველა ძირითადი პრობლემის აღწერით და მზაობა და ჩვენი მხრიდან ჩართულობა ყველა მხრივ შეიძლება ითქვას ოპერატიულია.